Salami მეგობრებო, ეხა მოვედი დეტოქს კლინიკაში, დღეს დეტოქსზე მუშაობ. და ხშირია ხო შეკითხვები რა არის საჭირო რომ მოვემზადო დეტოქსისთვის. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მეგობრებო, რაც გვჭირდება ფინანსები, ხო? სამყაროს და ცხოვრების სამწუხარო რეალობა ის არის, რომ დღეს უკვე უფასოდ ვერაფერს ვერ გააკეთებ, ეგ არის სამწუხარო რეალობა. და როგორც кайფი არ არის მეგობრებო უფასო, ისე გამოჯამთელებაც არ არის უფასო. მაგრამ მოგვარებადია ხო, ესე რომ ვთქვათ, გავიხსენოთ ჩვენი თავი ლომკაში როცა ხარ ხო მეგობარო, რამხელა мотиваცია გაქვს რომ ლომკაში არ დარჩე და ყველაფერს გააკეთებ იმისთვის რომ ლომკიდან გამოხვიდე ხო, ფულსაც შოვი ისესხებ და 1000 კაც შეაწუხებ. პირდაპირ ნიშნობის ზაღი 1000 კაც შეაწუხებ და ყველაფერს იზამ რომ ლომკაში არ დარჩი. თან ეს ყოველდღე ერთხელ არა ყოველდღე. ამიტომ მე თუ მინდა გამოჯამთელება მეგობრებო, იმ ფინანსურ მხარესაც დავალაგებ. და პირველი რაც არის მოკლედ რომ დაიწყოთ გამოჯამთელება, უნდა დარეგოთ კლინიკაში და გაიგოთ კითხოთ რა პრეპარატს მოიხმართ, ჯერ პირველ რიგში უთხრათ, გეტყვიან რა დრო დაგჭირდება და შესაბამისად რამდენი თანხა დაგჭირდება. მეორე რაც არის, დრო უნდა დაალაგოთ მეგობრებო, თუ მუშაობთ. შვებულება აიღოთ, არ ვიცი, რაღაც პირადი საქმეები თუ გაქვს საოჯახო, ესენი უნდა გადააბაროთ სხვას, იმიტომ რომ კლინიკაში რომ მოხვალთ, თუ გეტყვიან პირობითად 15 დღე უნდა დარჩე, 18 დღე, 21 დღე უნდა დარჩე. ვაჭრობა არ უნდა დაუწყო ექიმს, რომ იცი რა, მე ხა 10 დღე გავჩერდები, უნდა წავიდე. კი ბატონო, წადი, აქ არავინ არ დაგაკაებს, შენი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ექიმა შენზე უკეთესად იცის გონი, ხო? მეგობრებო, ველოსიპედი გამოგონილია რა, ველოსიპედზე მხოლოდ უნდა დაჟდა და წახვიდე, ნუ ეცდები რაღაც ეს ველოსიპედი გადააკეთო და რაღაც შენ ჭკუაზე მოიყვან. როდესაც გეუნებიან ექიმები, თუ გინდა კარგად ყოფნა, მოკლედ ეს უნდა გააკეთო. ეს არის მეგობრებო მეორე წინაპირობა, რაც არის რომ გაემზადო მისთვის დეტოქსისთვის, დროის ამბავი დაალაგო. და მესამე გახსოვდეს რომ ამით გამოჯამთელება არ მთავრდება, ეს არის პირველი ნაბიჯი. დეტოქსზე უკვე უნდა დაიწყოთ აგეგმა რეაბილიტაციაზე, შემდეგი ნაბიჯები როგორ გადადგა. რომ დეტოქსი არის ლომკის მოხსნა, რეაბილიტაცია გჭირდება როგორ შეინარჩუნო შემდეგ შენი სიფხიზლე, ხო, ეს მდგომარეობა და როგორ გადალახო სირთულეები. დიდი მადლობა ყველას, შვიდ დღეს გისურვებთ.